სოფლიოში 250-ზე მეტი ქვეყანაა, თითოეული კი გამოირჩევა საკუთარი ტრადიციით. რომ არ ვისაუბროთ ქვეყნებზე, შესაძლოა შტატიდან შტატში, ქალაქიდან ქალაქში ან პროვინციიდან პროვინციაშიც კი განსხვავებული ტრადიციული საკვები ჰქონდეთ. რა თქმა უნდა, ის რაც ერთი ქვეყნის წარმომადგენლისთვის ნორმალური საკვებია, ეს უცხოელისთვის შეიძლება სრული საზღვრობა აღმოჩნდეს. ზოგჯერ სხვა ქვეყანაში არა მხოლოდ განსხვავებულ გემოს ხვდებით, არამედ ზოგიერთ ხალხს ისეთი ტრადიციული საკვები აქვს, რაც რეალურად ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია. დღეს სწორედ ასეთ საჭმელებზე ვისაუბრებთ. ხალხი დღეს მაინც იყენებს ასეთ პროდუქტებს საკვებად, თუმცა მხოლოდ ერთი შეცდომაა საჭირო დოზირებაში და მაშინვე გამოგასალმებთ ეს საჭმელი სიცოცხლეს. სანამ უშუალოდ ამ საჭმელებზე ვისაუბრებთ, დასაწყისში გამოიწერე არხი და ზარის ღილა კი გააქტიურე, რომ არასდროს გამოტოვა ახალი ვიდეო ჩვენთან. დავიწყოთ. კეპაიანგი. ალბათ გსმენიათ ისეთი ნივთიერების შესახებ, რასაც ციანიდი ჰქვია. ის თეთრი ფერის ნივთიერებაა. არსებობს როგორც სითხის, ასევე მყარის სახით და ფხვნილის სახითაც კი. ნატრიუმის ციანიდი საკმაოდ ტოქსიკური ნივთიერებაა. შეუძლია ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას გამოიწვიოს ჰიპოქსიით სიკვდილი. აღმოჩნდა, რომ ეს ნივთიერება ბუნებაში მცირე დოზით ისეთ მცენარეშია, რომელსაც კეპაიანგი ჰქვია. საუბარი გვაქვს ხილზე, რომელიც მალაიზიაში იზრდება. არასწორი მომზადების შემთხვევაში ეს ხილი სასიკვდილოა. აღსანიშნავია, რომ ის ასევე დელიკატესადაა მიჩნეული. საბედნიეროდ ამ ხის სახეობა თითქმის გაქრა. მიზეზი ის კი არაა, რომ მოსახლეობა ანადგურებს მომწამლელ ხეებს, არამედ ხეები ხშირი წყალდიდობების გამო ნადგურდება. რვაფეხა. ეს ზღვის არსება ბევრს უყვარს, რეალურად ის ძალიან ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული და დელიკატესათაც ითვლება. ერთი შეხედვით ეს ზღვის არსება რეზინას გავს, თუმცა სწორი მომზადების შემდეგ, ვინც ის დააგემოვნა, ამბობს, რომ ის უგემრიელესია. მაგალითად, საბერძნეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში მას ქუჩებშიც კი ამზადებენ, პირდაპირ გრილზე წვავენ. გასაგებია, რომ რვაფეხას ამზადებენ და ისე მიირთმევენ. აქ უცნაური არაფერია, თუმცა ამ არსებას ყველაზე ექსტრემალურად კორეელი ხალხი ჭამს. აქ რვაფეხას პირდაპირ ყოველგვარი მომზადების გარეშე ცოცხლად მიირთმევენ. ერთ-ერთი მონაცემის მიხედვით, კორეაში ამ არსების შეჭმის გამო ყოველწლიურად რამდენიმე ათეული ადამიანი იღუპება. რადგანაც რვაფეხას ცოცხლად ჭამენ, დაჭრის და დანაკვწების შემთხვევაშიც კი მისი საცეცები მაინც მოძრაობს. ამას კი შეიძლება ადამიანის დახრჩობა მოჰყვეს. ერთი ბლოგერი გოგონა ცდილობდა, რომ ეს დელიკატესი პირდაპირ კამერების წინ ეჭამა. თუ როგორ დამთავრდა ეს მცდელობა, თქვენ თავადაც ხედავთ ამ ვიდეოზე. რვაფეხა თავისი საცეცებით მჭიდროდ მოეჭიდა გოგონას სახეზე და მას ძალიან გაუჭირდა მისი მოშორება. კასუმარცუ. გასაგებია, რომ ეს ვიდეო საჭმელებზე და წესით სასიამოვნო სანახავიც უნდა იყოს. თუმცა რაც შეეხება კასუმარცუს, წინასწარ გეტყვით, რომ თუ კი ახლა რაიმეს მიირთმევთ, გვერდზე გადადეთ, იმიტომ რომ ეს უბრალოდ საზიზღრობაა. ალბათ იცით, რომ იტალია გამორჩეულია თავისი მრავალფეროვანი ყველის დამზადების ტექნოლოგიით. უამრავი მათგანი კი განსაკუთრებული და უნიკალურია სუნით თუ გემოთი. თუმცა კასუმარცუს გასინჯვას ყველა ვერ გაბედავს, მას თხის რძისგან ამზადებენ. იტალიურ რესტორნებში ეს ყველი ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ დელიკატესადაა მიჩნეული. კასუმარცულ პობის ბოლო სტადიაში მყოფი ყველის სახეობაა, რომლის გულშიც არც მეტი არც ნაკლები ყველის მატლების მთელი არმიაა ჩასახლებული. მატლები შხამიანები არიან და საკმაოდ თამამად იწყებენ ყველის გასასინჯად მომზადებული კლიენტების დაკვენას. სარდინიულად კასუმარცუ ნიშნავს დამპალ ყველს. სარდინიული ყველის სახეობას პეკორინოს აძველებენ პობის სტადიამდე, რომელსაც ყველში გამოჩეკილი მატლები იწვევენ. ამის შედეგად იგი რბილდება და განსაკუთრებულ გემოს იძენს. ასე ამბობენ ისინი, ვინც ის გასინჯა. სწორედ ეს არის კასუმარცუ. ტრადიციულად ყველს მასში არსებულ ცოცხალ მატლებთან ერთად მიირთმევენ. ეს დამპალი ყველი ყველაზე საშიში ყველია მსოფლიოში. მატლმა შეიძლება კუჭნაწლავის კედელი გაარღვიოს, რაც რიგ სერიოზულ დაავადებას იწვევს. აქედან გამომდინარე, თუ კასუმარცუს გასინჯვა გნებავთ, კოზის მომარჯვება მოგიწევთ. საჭმლის გასასინჯად არა, ჯერ ალბათ მატლებს უნდა ებრძოლოთ. ფუგუ. შეიძლება ვინმე თქვას, რომ ეს ბანალურია, ბევრი რამ გვსმენია ფუგუზე. მოდი კიდევ ერთხელ შევიხსენოთ. ბევრი ამბობს, რომ სუში საშიშია ჯანმრთელობისთვის. ისინი ამბობენ, რომ ამან შეიძლება მოწამვლა გამოიწვიოს. თუმცა ალბათ ასეთ ხალხს არაფერი სმენია თევზი ფუგუს შესახებ. აი ზუსტად აქ იმალება ნამდვილი საფრთხე. ეს უბრალოდ სიტყვები არაა. იქამდე სანამ ზარეული ლიცენზიას არ მიიღებს თევზ ფუგუს მომზადებაზე, მას შეიძლება მინიმუმ 10 წელი დასჭირდეს სწავლა.
ახლა ხვდებით თუ რასთან გვაქვს საქმე, ხომ? თევზ ფუგუ შეუძლია იყოს ძალიან მიმზიდველი, ძალიან გემრიელი და ამავდროულად ყველაზე საშიშიც კი. უმეტესი მათგანი დასურავს როგორც იაპონიის, ჩინეთის და ფილიპინების, ასევე მექსიკის წყლებში. მიუხედავად იმისა, რომ შხამიანი ეგი გამოიყენება საკვებად, გარკვეული უსაფრთხოების ზომების დაცვის შემდეგ. კერძის არასწორმა მომზადებამ შესაძლოა საკვები გახადოს მომწამლელი და შხამიანი. ეს კი ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს. ხოლო სათანადოდ მომზადებული კერძები მისი გამოყენებით ითვლება დელიკატესებად, რომლებიც საკმაოდ ძვირი ღირს. თითოეული კერძის ღირებულება შეიძლება აღწევდეს $200-საც კი. ფუგუს კანი, კუნთების ქსოვილი და სასქესო ჯირკვლები შეიცავს ტოქსინს, რომელიც ცნობილია როგორც ტეტროდოტოქსინი. ტეტროდოტოქსინი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნეიროტოქსინია, რომელსაც გამოყოფენ იაპონური თევზის ფუგუს ღვიძლიდან და საკვერცხეებიდან. საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ამ ტოქსინის წინააღმდეგ ანტიდოტი ცნობილი არ არის. აღნიშნულმა ტოქსინებმა შეიძლება გამოიწვიოს გასტროენტეროლოგიურ ტრაქტთან დაკავშირებული და ნერვოლოგიური სინდრომები გულის, კუნთისა და ნეირული ქსოვილების აღგზნებად უჯრედებში ნატრიუმის არხების ბლოკირებით. მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომატიკა დამოკიდებულია კონკრეტულ შხამიან სახეობაზე, ჩვეულებისამებრ გამოვლინება სწრაფია და ვითარდება წუთიდან საათების განმავლობაში. იშვიათ შემთხვევაში მძიმე ინტოქსიკაციამ შეიძლება გამოიწვიოს კუნთების დამბლა, სუნთქვის უკმარისობა და სიკვდილიც კი. თუ თქვენ იმდენად უიღბლო ხართ, რომ მოგიწევთ ამ ტოქსინის მიღება, თქვენ განიცდით ჩხვლეტას, წვას პირის არეში, გულის რევას, თავის ტკივილს და კიდევ 1000 საშინელ შეგრძნებას. თუ კი თქვენ მიიღებთ ძალიან ბევრს ასეთ ტოქსინს, გამოცდით კრუნჩხვას, პარალიზს, გულის არითმიას და შესაძლოა ეს პროცესი სიკვდილითაც კი დამთავრდეს. მოკლედ, ფუგუ საკმაოდ გემრიელი, მაგრამ ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე საშიში პროდუქტია. აკი, ეს ხე საკმაოდ გავრცელებულია კარიბის ზღვის აუზში. ნაყოფი, რასაც ეს ხე ისხავს, იამაიკელი ხალხისთვის ნამდვილი დელიკატესია. თუმცა ეს ერთ შეხედვით ლამაზი და უწყინარი მცენარე ნამდვილი მკვლელია. ორგანიზმში ზედმეტი დოზის მოხვედრის შემთხვევაში ხდება მომენტალური მოწამვლა. თეორიულად ეს შეიძლება სიკვდილითაც კი დამთავრდეს. თუმცა ჯერჯერობით ამ საკითხზე ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. ლიჩი უამრავი წელია ეს მცენარე, რომელიც ჩინეთში, ინდოეთსა და ტაილანდში იზრდება, უვნებელი ეგონათ. 1995 წლიდან ინდოეთში ყოველ ზაფხულს ბავშვების სიკვდილის ფაქტები ფიქსირდებოდა. მოგვიანებით კი მეცნიერება დაადგინეს პირდაპირი კავშირი ამ ხილსა და ბავშვების სიკვდილს შორის. ლიჩი ხასიათდება სასიამოვნო გემოთი. მდიდარმა ქიმიურმა შემადგენლობამ ის საკმაოდ პოპულარული გახადა აზიელ ხალხში. მას ლიმონზე დაახლოებით 2-ჯერ მეტი C ვიტამინის შემადგენლობა გააჩნია. დახოცილი ბავშვებიდან თითქმის ყველა წინა დღეს ლიჩის დაუმწიფებელ ნაყოფს ჭამდა. დეტალურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ლიჩი შეიცავდა ტოქსინს, რომელიც ამცირებდა შაქრის შემცველობას ორგანიზმში. ლიჩის ნაყოფის მიღება არ არის რეკომენდირებული მათთვის, ვისაც აწუხებს სახსრები და დიაბეტი. აგრეთვე სიფრთხილით უნდა გამოიყენონ მათ, ვისაც აწუხებს ალერგია. ნაყოფის მიღებისას აუცილებლად უნდა მოვაშოროთ ლიჩს კურკა, რომელიც შხამიანია. მთლიანობაში ასეთი იყო ჩვენი ყველაზე შხამიანი და საშიში პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც ჯობია არ ჭამო. სულ კი ეს იყო. გამოიწერე არხი და არასდროს გამოტოვო სიახლე ჩვენთან. დროებით.